ქალაქის ყველა წერტილში რომ Honor-ის რეკლამა, სულ მაინტერესებდა თუ რა ხილია ეს Honor-ი, ამ ხელა რეკლამა რო აქვს, ყველგან თქვა. ადრე კი მქონდა რამდენიმე Honor-ის smartphone-თან შეხება, მაგრამ იქიდან ყველა ბიუჯეტური smartphone-ი იყო და არც ერთით მაინც აღრთვანებული არ დავრჩი. ხო და ეხლა საშუალო ბიუჯეტური smartphone-ი 400 Pro ჩავიგდე ხელში და რამდენიმე დღეა რაც ვიყენებ და მინდა გითხრათ რომ არც ისეთ უდეთები აღმოჩნდა. კაი, მოკლედ უცებ გეტყვით ახლა ყველაფერს. 6.78 ინჩიანი 120 ჰერციანი AMOLED-ი, Snapdragon 8 Gen 3, 8 ან 12 ოპერატიული, 6000 mAh-იანი ელემენტი, 100 ვატიანი სწრაფი დამუხტვის ხარდაჭერა, IP68 დაცვა, 200 მეგაპიქსელიანი მთავარი სენსორი, 50-იანი ტელეფოტო, 50-იანი სელფი და 12 მეგაპიქსელიანი ultra-wide და კი ფურცელზე შთამბეჭდავი მახასიათებლები აქვს, მაგრამ ვისაც გეზარებათ ვიდეოს ბოლომდე ყურება, მაშინ ახლავე გეტყვით, რომ თავისი ფასიდან გამომდინარე კონკურენტებსაც კი ჯობია. ხო და 400 Pro-ს რაც შეეხება ახლა დიზაინის ნაწილში, პრინციპში, ნეიტრალურად ვარ განწყობილი, მომწონს იმ მხრივ რომ არის შუშა უკანა პანელზე, რომელიც არის დაბურული. ეკრანს რაც შეეხება, ეკრანიც მომწონს, ვერაფრით ვერ დავიწუნე. კაი ხედვის კუთხეები გვაქვს, განათება სრულად საკმარისია. სწრაფი და სასიამოვნო ეკრანია, რაც თავარია და ეკრანია რა. ეხლა უკვე ვეღარ ხვდები ბიუჯეტურ smartphone-ებსაც ძალიან კაი ეკრანები აქვთ და საშუალო ბიუჯეტური smartphone-ის ეკრანი როგორ უნდა დავიწუნო, ხო? ხო და AI-ის ძალიან ბევრი ფუნქცია გვაქვს, თუნდაც აი აქ ცალკე გვაქვს კიდე setting-ებში. Honor AI გვაქვს, აი აქ ძალიან ბევრი რაღაცა, აქაც თუნდაც ედიტორშია ჩაშენებული, ერთადერთი რაც მომეწონა არის კამერაში ჩაშენებული, სადაც zoom-ის დროს ჭკვიანურად, AI-ის მეშვეობით აკეთებს ფოტოს upscale-ს, უკეთეს ხარისხს გვაძლევს თუ მივაზუმებთ ფოტოს. აი ესე. კამერაზე რავი, კი აწერია 200 მეგაპიქსელი, მაგრამ ოკ კამერებია, მოდი ესე ვიტყვი, თუმცა თავის ფასიდან გამომდინარე ალბათ ოკ-ზე ცოტა მეტია. მოკლედ ნორმალური და კაი კამერებია. მოკლედ, კაი ეკრანი გვაქვს, ნორმალური კამერები, ძალიან კაი ელემენტი, მშვენიერი, კაი აწყობის ხარისხი. აი ესე. Xiaomi smartphone-ებს რო შევადარო, დაახლოებით იგივე დონეზეა, შეიძლება ცოტათი უკეთესიც კი.